მოგესალმებით. გამოცდილმა ფერმერებმა იციან, რომ მოსავლის ხარისხი არა აღებისას, არამედ ახლად თესვისწინა პერიოდში ყალიბდება. ეს არის მომენტი, როდესაც დაშვებულ შეცდომას სეზონის განმავლობაში ვეღარ გამოვასწორებთ. რა თქმა უნდა, სწორი აგრონომიული პრაქტიკა ნიადაგის ანალიზით იწყება. თუმცა დღეს ვისაუბრებთ კვების ტექნოლოგიებზე და გამოვიხილოთ იარას 3 განსხვავებულ ფორმულას. თუ თქვენ არ გაგიკეთებიათ ნიადაგის ანალიზი, მაშინ ჩვენ გირჩევთ იარამილა 10-24-24. მისი უპირატესობა კომპლექსურ შემადგენლობაშია. სტანდარტული NPK-ს გარდა ის დამატებით შეიცავს მცენარესთვის აუცილებელ მიკროელემენტებს: რკინას, მანგანუმს, ბორსა და თუთიას. როგორც იარამილას ყველა ფორმულაში, აქაც აზოტი და ფოსფორი ორი ფორმითაა. ერთი ნაწილი სწრაფად ხსნადია, ხოლო მეორე ხანგრძლივი მოქმედებისათვისაა. იაფიანი და დაბალხარისხიანი სასუქებისგან განსხვავებით, აქ ფოსფორი ნიადაგში არ იბლოკება და მცენარეს მთელი სეზონი კვებავს. ეს ნიშნავს, რომ მცენარე პირველივე დღიდან იღებს არა მხოლოდ ძირითად საკვებს, არამედ სრულყოფილ კვებას ყველა საჭირო კომპონენტი. ეს უზრუნველყოფს მის ჯანსაღ-განვითარებას ნიადაგში მოხვედრისთანავე. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ იარამილა 8-20-28. სწორედ ამ ფორმულაშია ყველაზე დიდი დოზი წარმოდგენილი კალიუმი. ეს ელემენტი პასუხისმგებელია ნაყოფის ზომასა და შეფერილობას. ამასთანავე, კალიუმის მაღალი შემცველობა არეგულირებს წყლის ბალანსს, რაც მცენარეს ეხმარება სტრესის და გვალვის გადატანაში, ხოლო გოგირდი აუმჯობესებს აზოტის ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული სასუქი პასუხისმგებელია უპირატესად მოსავლის საბაზრო იერსახესა და გვალვა-გამძლეობაზე. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ იარამილა 16-27-7. ეს არის სპეციალიზებული ფორმულა ძლიერი სტარტისთვის, რაც განსაკუთრებით ეფექტურია მინდვრის კულტურებში. როდესაც ნიადაგი ცივია, ფოსფორის მაღალი შემცველობა და მასში ინტეგრირებული თუთია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუთია პასუხისმგებელია ზრდის ჰორმონების სინთეზზე. შედეგად ვიღებ ძლავრ ფესტო სისტემას, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში კვებავს მცენარეს. და ბოლოს, რით ისჯობს იარამილა ბაზარზე არსებულ სხვა ანალოგებს, პასუხი ციფრებსა და ტექნოლოგიაში. პირველი რეალური ათვისებაა. სხვა სასუქის ეტიკეტზეც შეიძლება ეწეროს 25%-იანი ფოსფორი, მაგრამ მიკითხეთ, რამდენია აქედან რეალურად ათვისებად. ხშირად წყალში ხსნადი ფოსფორი იქ მხოლოდ 15%-ია. იარამილას შემთხვევაში კი 24%-დან 22% მცენარისთვის ისედაც ხელმისაწვდომია. დარჩენილი 2% კი ხანგრძლივად მიეწოდება მცენარეს. და რაც მთავარია, გახსნილი ნივთიერებები არ იბლოკება ნიადაგში და სრულიად ხელმისაწვდომია. მეორე გრანულის ერთგვაროვნებაა. იაფიანი და დაბალხარისხიანი სასუქები ხშირად წარმოადგენს მექანიკურ ნარევებს. ეს ნიშნავს, რომ აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის გრანულები უბრალოდ არეულია ერთმანეთში. ტრანსპორტირებისას გრანულები განცალკევდება და ნაკვეთში ნივთიერებები არათანაბრად ნაწილდება. იარამილას შემთხვევაში ეს გამორიცხულია. თითეული გრანულა კომპლექსური ქიმიური ნაერთია. თუ ავიღებთ ერთ გრანულას, მასში ყველა ელემენტი ზუსტი პროპორციითაა გადანაწილებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნაკვეთი იღებს გარანტირებულად იდენტურ კვებას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 2026 წლის მოსავალი იწყება დღეს. სწორი სტარტი კი განსაზღვრავს მთელი სეზონის შედეგს. პროდუქტის შესაძენად და დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ, ეწვიეთ ჩვენს სერვის ცენტრებს ან ისარგებლეთ ონლაინ მაღაზიაზე. აგროსფერო გისურვებთ წარმატებულ სეზონს.